გამოშვების ბოლოს კვლავ საქართველოს არასრულწლოვან და ახალგაზრდა მშობლებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში პატიმრებს სპორტული ინვენტარი და საფეხბურთო ფორმები გადაეცათ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და საშემოსავლობისა და პრომოციის მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან ერთად მშობლებულები მოინახულეს. აღნიშნული პროგრამა უკვე 2 წელია ხორციელდება. სპორტის მასწავლებელთან ერთად ჩვენი არასრულწლოვანი მშობლებულების რესოციალიზაცია რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები, არასრულწლოვანები საზოგადოებას დაუბრუნოთ ჩანსაღი. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არიან იმყოფებიან ამ დაწესებულებაში. ჩვენ შემოვიტანეთ სპორტული სხვადასხვა სახეობები, ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი. ძნელები მუშაობენ აქ, კვირაში 2 ჯერ მიდის სწავლება. სპორტი ამ ადამიანების მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. ის ძენს ადამიანს თავდაჯერებას და ეხმარება ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვაში. იმედი მაქვს, რამდენიმე მათგანი მომავალში ქართულ ნაკრებშიც ითამაშებს. ტონგაშიც გვაქვს ანალოგიური პრობლემები ახალგაზრდებში, თუმცა მიმაჩნია, რომ რაგბი არის ერთ-ერთი უნიკალური საშუალება, რომელიც თავისი ფასეულობებით ამ ახალგაზრდებს ცხოვრებას გაუადვილებს.